დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორი სარჩელი 37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პირველი სხდომა 5-15 წუთზე დაიწყო პროცესს მეორე და მეოცე უბნების კომისიის თავმჯდომარეები, მდივნები, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები დაესწნენ, სადაც მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებები და არგუმენტები წარმოადგინეს. პროცედურების დასრულების შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა, თუმცა მან სარეზოლუციო სიტყვის გამოცხადება 21 ივნის 2-ისთვის გადადო. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღესვე საიას მეორე სარჩელიც განიხილა. სასამართლო დარბაზში სიტყვით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გამოვიდნენ. მათ პროცესზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის დაკმაყოფილება და 21, 29, 30 და 32 უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვეს. მოსამართლე გოჩა ჯეირიანაშვილის გადაწყვეტილებით სარეზოლუციო სიტყვას დარბაზი 21 ივნის 12 საათსა და 30 წუთზე მოისმენს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საიას წარმომადგენელი 6 უბნიდან შესულ შემაჯამებელ ოქმებში გადასწორებული ციფრების გამო ოქმების ბათილობასა და აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენების ხელახალ გადათვლას მოითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნა 37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან 6-ვე უბანზე თავმჯდომარეებსა და მდივნებს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა. ორ მათგანს კი ხელფასის ნაწილი ჩამოაჭრა. ბიულეტენების ხელახალ გადათვლაზე ორგანიზაციის მოთხოვნას უარი ეთქვა. იმ შემთხვევაში, თუ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, უბნების თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს 500 ლარის ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო სადაო უბნებზე ხმები ხელახლა გადაითვლება. თავდაპირველად საჩივრები შეტანილი ჰქონდა ახალციხის ნომერ 37 საოლქო საარჩევნო კომისიაში. ანუ ამ შემთხვევაში ვითხოვდით 22, 23, 30 და 32 უბნებზე დისციპლინურ პასუხისმგებლობას კომისიის მდივნების და თავმჯდომარეების და ასევე ვითხოვდით შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შედეგების გადათვლას. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანია. მიღებული გვაქვს ყველა შემთხვევაში ადეკვატური გადაწყვეტილებები. გამოტანილია განკარგულებები შესაბამისად აღნიშნული თაობაზე კომისიის 13-ვე წევრი მსჯელობდა და შესაბამისად ესწრებოდნენ წარმომადგენლების ადგილზე. რაც შეეხება სასამართლოს უფლებებში ვერ ჩავერევი და არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ვიმედოვნებ იმდენად, რამდენადაც ჩვენი გადაწყვეტილება სამართლიანია, ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას.